როდესაც ნავთობი იღვრება, აალებადი ორთქლი ანთდება გემის დეფორმირებულ კორპუსში წარმოქმნილი ნაპერწკლებისგან. ცეცხლი ამოიფრქვევა და იწყებს გავრცელებას. 1960-იან წლებში, როდესაც ევროპაში ნავთის მოდბაში ნავთობის მოთხოვნა გაიზარდა, ნავთობის ინდუსტრიამ გააცნობიერა, რომ უფრო ეკონომიური იქნებოდა ნავთობის ტრანსპორტირება ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში ულტრადიდი ნავთობის ტანკერებით, ანუ სუპერ ტანკერებით. ეს ახალი სუპერ ტანკერები იმდენად დიდი იყო, რომ ატლანტის ოკეანეში, ჩრდილოეთის ზღვასა და ინგლისის არხში არსებული ძველი პორტების უმეტესობა მათ მიღებას ვერ შეძლებდა. ამიტომ ნავთობ კომპანიებმა ახალი ნავთობის ტერმინალის აშენება შესთავაზეს, რომელიც შეძლებდა ამ ახალი სუპერ ტანკერების მიღებას. ეს ახალი ტერმინალი იქნებოდა დეპო, ახლო აღმოსავლეთიდან შემოსული ნავთობისთვის და შემდეგ იქიდან ნავთობი მცირე ზომის გემებით გადაიგზავნებოდა ევროპულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში. ნავთობის გადაზიდვები ჩვეულებრივ სუეცის არხით ხდებოდა, რადგან ეს გზა ახლო აღმოსავლეთიდან ევროპამდე უფრო მოკლე იყო. მაგრამ იმ დროისთვის არხის გემების ზომის შეზღუდვების გამო სუპერტანკერებს უფრო ძვირი და გრძელი მარშრუტების გამოყენება უწევდათ, რომლებიც კეთილი იმედის კონცხს უვლიდა. აფრიკის სამხრეთ წვერის გარშემო მოგზაურობა 16 დღით მეტხანს გრძელდებოდა და დამატებით 4800 მილი ემატებოდა. და მოგზაურობის საერთო ღირებულებას დაახლოებით $20,000-მდე ზრდიდა, რაც 2020 წლისთვის $155,000 შეადგენდა. როდესაც სუეცის არხი 1969 წელს ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის 6 დღიანი ომის გამო დაიხურა, ყველა გემს უფრო გრძელი მარშრუტის გავლა უწევდა. სუპერ ტანკერები უფრო მეტ დვირთს ატარებდნენ, რაც მათ უფრო ეკონომიურსა და მიმზიდველს ხდიდა გამოსაყენებლად. ამიტომ სუპერ ტანკერები მიიღეს და მათთვის ახალი ტერმინალის აშენების იდეაც გაჩნდა. 1966 წელს Gulf Oil Corporation-მა აირჩია ვუდის კუნძული ბანტრის ყურეში, ირლანდიაში, როგორც ახალი ტერმინალისათვის ყველაზე შესაფერისი ადგილი. ვუდის კუნძული უზრუნველყოფდა გრძელ, დაცულ და ღრმა წყლის ღუზასადგომს, ხოლო მისი მდებარეობა შორს იყო მსხვილი დასახლებული პუნქტებისა და გემების მარშრუტებისგან. მშენებლობა დაიწყო 1967 წელს და ტერმინალი დასრულდა 1969 წელს. სანაპირო ობიექტს ჰქონდა რეზერვუარების პარკი, რომელიც მოიცავდა 2 რეზერვუარს ბალასტისთვის, რომლებიც ძირითადად გამოიყენებოდა ბინძური ბალასტისა და ტანკების სარეცხი წყლის მისაღებად და დასამუშავებლად ნავთობის ტანკერებიდან. კიდევ 15 საცავი რეზერვუარი, საერთო ჯამში 1,3 მილიონი ტონა ნავთობის ტევადობით, განკუთვნილი იყო დიზელის, ნედლი ნავთობისა და ბუნკერული საწვავისათვის, რომლებიც გამოიყენებოდა საზღვაო ხომალდებისთვის. სანაპირო ობიექტიდან 396 მეტრის დაშორებით მდებარეობდა ოქშორული ნაომისადგომი, რომლის სიგრძეც 488 მეტრი იყო. ნაომისადგომი აშენებული იყო 22 ბურთზე, ანუ საზღვაო კონსტრუქციებზე, რომლებიც დელფინებად იწოდება, რათა სუპერტანკერებს შეეძლოთ მისადგომად მისვლა და ტვირთის ჩადვირთვა ან გადმოდვირთვა. ნავსადგურის დასავლეთ ბოლო დელფინ 1-ს ეწოდებოდა, რომელიც დახურული იყო, ხოლო აღმოსავლეთ ბოლო დელფინ 22-ს ეწოდებოდა. დელფინ 22-ზე მდებარეობდა საგუშაგო ჯიხური, მონეტური სატელეფონო ჯიხური და გამოიყენებოდა როგორც შესასვლელი და გამოსასვლელი დალერდორი ადამიანებისა და ეკიპაჟისთვის, რომლებსაც სურდათ გადასვლა ან დაბრუნება მატერიკიდან და კუნძულზე მდებარე სანაპირო ობიექტთან ან ტერმინალთან. როდესაც პირველად გაიხსნა, ნავსადგურზე კუნძულიდან ხიდით შეიძლებოდა მისვლა. მოგვიანებით ეს ხიდი აიღეს და მუშებს ნავსადგურზე მისასვლელად და დასაბრუნებლად ნავით მგზავრობა უწევდათ. 1968 წელს სატანკერო მოტორიანი გემი Universe Island-ი შევიდა ექსპლუატაციაში Gulf Oil Corporation-ისთვის. 312,000 ტონიანი ტევადობით, ეს იყო იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი გემი, რომელიც ქუვეითიდან უითის კუნძულზე ნავთობს გადაჰქონდა. ეს იყო პირველი 6 სუპერტანკერიდან, რომელიც კომპანიამ შეუკვეთა. ერთი სუპერტანკერი ბანტრის ყურეში ყოველ 10 დღეში ერთხელ ჩამოდიოდა. შემდეგ კი 3 პატარა სატანკერო გემი ნედლ ნავთობს ავრცელებდა უელსის, დანიის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში. ტერმინალი ძალიან წარმატებული ოპერაციის პირველ 5 წელიწადში. 1975 წლის 10 ივნისს სუეცის არხი ხელახლა გაიხსნა და აფრიკის გარშემო მარშრუტი კვლავ უფრო ძვირადღირებული ვარიანტი გახდა. ნავთობის მცირე ტანკერებში გადატანის დაგვიანებასა და ხარჯებთან ერთად სუპერტანკერები ეკონომიკურად ნაკლებად მიმზიდველი გახდა. რეცესიამ და ნავთობის ფასების ზრდამ ინდუსტრიები აიძულა დანერგათ ახალი სისტემა სახელად ზუსტად დროზე, რათა შეემცირებინათ პროდუქციის საწყობში შენახვის დრო და გაეუმჯობესებინათ ფულადი ნაკადები. ეს იმას ნიშნავდა, რომ უიტის კუნძულის ტერმინალზე მოთხოვნა შემცირდა. 1970-იანი წლების ბოლოსთვის ადგილობრივმა Gulf-ის ოპერაციულმა კომპანიამ Gulf Oil Terminals Ireland-მა ტერმინალის სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნება გემბა გაუჭირდა. კომპანია იძულებული გახდა რამდენიმე დანახარჯების შემცირების ღონისძიება გაედარებინა, რათა ოპერაცია გაემყარებინა და ზედმეტი ხარჯები შეემცირებინა.
ტერმინალისა და ოფშორული ნავმისადგომის სახანძრო სისტემას 3 მოდიფიკაცია ჩაუტარდა, რათა სისტემა დაექვეითებინათ. პირველი დაქვეითება 1970 წელს იყო გადაწყვეტილება, რომ სახანძრო მაგისტრალები მუდმივად ცნევაში არ ყოფილიყო. ტერმინალში მდებარე საკონტროლო ოთახის დისპეჩერი საგანგებო სიტუაციაში სისტემას აამოქმედებდა. შემდეგ მათ მოაშორეს ავტომატური გამშვები წინასწარ შერეული ქაფის სისტემაში ნავმისადგომზე. კიდევ ერთხელ სისტემა დისტანციურად იმართებოდა. შემდეგ 1971 წელს მათ მოაშორეს დისტანციური მართვის ღილაკი საკონტროლო ოთახში, რომელიც ქაფს ამუშავებდა ცენტრალურ პლატფორმაზე. მოტორიანი ხომალდი Betelgeuse-ის ნავთობის ტანკერს 121,400 ტონა ნავთობის დევადობა ჰქონდა. ის აშენდა 1968 წელს საფრანგეთში, სენ-ნაზერში და ეკუთვნოდა Total Oil SAS, ფრანგულ ენერგეტიკულ და ნავთობის კომპანიას. სხვა დიდი ტანკერებისგან განსხვავებით, Betelgeuse აღჭურვილი არ იყო ლოდერკატორით ან სტრესის კალკულატორით, რომლებიც გამოიყენება გემის სტრუქტურაზე დატვირთვის ან ბალასტირების დროს მოქმედი დაძაბულობებისა და მოღუნვის ძალების გამოსათვლელად. ბალასტირება მსგავსია დატვირთვის პროცესის, მაგრამ ტვირთის ნაცვლად გემი ან იღებს ან ასხამს წყალს გემის სტაბილიზაციისთვის. ლოდერკატორის საშუალებას მისცემდა კაპიტანს და უფროს ოფიცერს სწრაფად დაგეგმონ ტვირთის და ბალასტირების ოპერაციები, რათა უზრუნველყონ გემის სტაბილურობის უსაფრთხო ზღვარში დარჩენა. ბევრ ნავთობით გადამზიდ გემზე დამონტაჟებულია ინერტული გაზის სისტემა. ნავთობის ან საწოვისთან დაკავშირებული გაზების უმეტესობა აალებადია. ინერტული გაზის სისტემა გამოიყენება ინერტული ან არარეაქტიული გაზის, მაგალითად აზოტის ან ნახშირო ჟანგის, ცარი ლავზში ან დახურულ სივრცეში შესატუმბად, რაც აძევებს ნებისმიერ აალებად გაზს, რომელიც შეიძლება აალდეს ან აფეთქება გამოიწვიოს. მაგრამ Betelgeuse ინერტული გაზის სისტემა არ ჰქონდა. იმ დროს ეს უსაფრთხოების ზომები სავალდებულო არ იყო და Total-მა მათში ინვესტიცია არ ჩადო. 1977 წელს Betelgeuse სპეციალური შემოწმებისთვის სინგაპურში მშრალ დოკში შეიყვანეს. შემოწმებლებმა რეკომენდაციების სია წარადგინეს, რომელიც მოიცავდა კოროზირებული ნაწილების, ზოგიერთი მეტალის გემბანის ფირფიტების შეცვლას, რომლებიც ამაგრებს იმ ადგილებს, რომლებიც დატვირთვისას იხრება და იკეცება, ასევე მუდმივი ბალასტის აუზებისა და მსხვერპლშეწირული ანოდების ნაწილების შეცვლას. მსხვერპლშეწირული ანოდები გამოიყენება ლითონის კონსტრუქციების დასაცავად. ისინი იზიდავენ კოროზიას ანოდზე და ამით ახანგრძლივებენ იმ ლითონის სიცოცხლეს, რომელსაც იცავენ. ყველა გემს აქვს მსხვერპლშეწირული ანოდები და მათი შეცვლა ხშირად არის საჭირო. ბოლო რეკომენდაცია იყო მუდმივი ბალასტის ავზების დამცავი საფარით დაფარვა. Total-მა ყველა რეკომენდაცია უარყო, რადგან გაყიდვას განიხილავდნენ და არ სურდათ ხარჯების აღება საკუთარ თავზე. 1978 წლის 24 ნოემბერს Betelgeuse ტოვებს საუდის არაბეთის პორტ რას-ტანურას, სპარსეთის ყურეში. გეზი აქვს Lexus-ის პორტუგალიის მიმართულებით. პორტზე 74,000 მეტრიკული ტონა არაბული მძიმე ნავთობით და 40,000 მეტრიკული ტონა არაბული მსუბუქი ნავთობით. Betelgeuse თავდაპირველად სინიშში შეჩერება აქვს დაგეგმილი, რომელიც ლისაბონის სამხრეთით მდებარეობს, რათა გემი შეამსუბუქოს, მაგრამ ამინდი იმდენად ცუდია, რომ პორტში შესვლა ვერ ხერხდება. ამიტომ აგრძელებს გზას Lexus-ისკენ, მაგრამ პორტის შესასვლელთან გემი ჩაძირულია და ამიტომ ეუბნებიან, რომ უიტის კუნძულისკენ წავიდეს. Betelgeuse 30 დეკემბერს პანდრეს ყურისკენ მიემართება და ბისკაის ყურეში ძლიერ შტორმს ხვდება. გზაში ის იტყობინება ნავთობის გაჟონვის შესახებ და აძლევენ მითითებას, რომ დაბალი სიჩქარით ბრესტში, საფრანგეთში წავიდეს. საბედნიეროდ ეკიპაჟი პოულობს გაჟონვას და ასწორებს მას. ამიტომ Betelgeuse აგრძელებს გზას უიტის კუნძულისკენ. 1979 წლის 4 იანვარს Betelgeuse ბანდრის ყურეში ჩადის. მას უნდა დაელოდოს ნავსადგურში შესვლას, რადგან მისი დაგემი, მოტორიანი ხომალდი ქაშაპი, რამდენიმე დრით ადრე ჩამოვიდა. ეს ქაშაპის ბოლო მოგზაურობა. ის ჯართად გავიდეს და ტაივანში მიემგზავრება დასაშლელად. შაბათს 6 იანვარს 20:00 საათზე Betelgeuse ასრულებს ნავსადგურში მისვლას ზღვაში მდებარე პირსთან და ახლობით 30 მეტრიანი სიღრმის თვალში. დაბინძურების კონტროლის ოფიცერი ასრულებს Gulf Oil-ის უსაფრთხოების შემოწმების სიას გემზე, რაც აუცილებელია ტვირთის გადმოტვირთვამდე. 23:15 საათზე Betelgeuse იწყებს თავისი 114,000 მეტრული ტონა ნედლი ნავთობის გადმოტვირთვას, რაც უნდა გაგრძელდეს 36 საათი. კვირას 7 იანვარს ეკიპაჟის ნაწილი გადადის ბანტრის ქალაქში და ელოდება დაბრუნებას შუაღამემდე. დღის განმავლობაში ორი შემფასებელი, რომლებიც Betelgeuse-ის ორი სხვადასხვა პოტენციური მყიდველის სახელით მოქმედებენ, სტუმრობენ გემს მისი მდგომარეობის შესაფასებლად. 18:00 საათზე Betelgeuse ასრულებს არაბული მძიმე ნავთობის გადმოტვირთვას და ამზადებს დარჩენილ 40,000 მეტრულ ტონას არაბული მსუბუქი ნავთობისთვის.
18:35 საათზე გემი იწყებს ბალასტირებას, ან ცენტრალური ბალასტური ავზების ნაწილს ავსებს წყლით, რათა დააკომპენსიროს გადმოტვირთული ტვირთის წონა და გემი დაასტაბილუროს. შემფასებლები ტოვებენ გემს და ბრუნდებიან მატერიკზე, ხოლო ეკიპაჟი ბანდრიში მოგზაურობიდან ბრუნდება. გემზე ბითლჯუსზე იმყოფებიან 41 ეკიპაჟის წევრი, მცხოველის ცოლი, ბორტის პილოტი და ტვირთის ინსპექტორი. საღამოს 20:00 საათზე გალფის ნავთობის მუშები იწყებენ ღამის ცვას, 5 ტერმინალზე და 6 პირზე. დისპეჩერი ჯონ კონოლი მიემართება თავის პოსტზე ტერმინალის საკონტროლო ოთახში. საკონტროლო ოთახსა შეუზღუდავი ხედი კარგად განათებულ ნაომისადგომსა და ტანკერზე, ამიტომ კონოლი ნაომისადგომზე მიმდინარე ყველაფერს იოლად ხედავს. 23:00 საათზე ეკიპაჟი ამჩნევს, რომ გემის ტრიმი და გადახრა ჯერ კიდევ არასაკმარისია, ამიტომ ისინი ბალასტის შესახებ მსჯელობენ. ბითლჯუს არ აქვს ლოდერგატორი, რომელიც დაეხმარებოდა კაპიტანს და უფროს თანაშემწეს, ზუსტად გამოეთვალათ გემზე ტვირთის ან ბალასტისგან გამოწვეული დაძაბულობა და მათი განაწილება. 23:30 საათზე ეკიპაჟი ამატებს ბალასტს მუდმივ ან სპეციალურ ბალასტის ავზებში, რათა გამოასწოროს ტანკერის ტრიმი და გადახრა. ისინი არ იციან, რამდენად კოროზირებული არის გემის მუდმივი ბალასტის ავზების სინამდვილეში. როდესაც ცენტრალური და მუდმივი ბალასტის ავზები ივსება წყლით, წონა გადადის და კონცენტრირდება გემის ცენტრში, რის შედეგადაც ხომალდი იწყებს ჩაზნევას. ძაბვა გროვდება გემის შუა ნაწილში და ძლიერ კოროზირებული გემბანის ფირფიტები და გვერდითი გარსაცმები იწყებს დეფორმაციას. კორპუსი იხევა, რის შედეგადაც ძაბვიანი სადნები ჩადენები ჩანს. ნავთობი იწყებს ჟონვას დაზიანებული საცავის ავზებიდან. იმის გამო, რომ ბითლჯუს ინერტული აერის სისტემა არ აქვს, გადაჭრილი ელექტროსადენები და ნაბერძკლები აალებს ნავთობიდან გამომავალ აალებად ორთქლებს, რომლებიც დაზიანებული ავზებიდან იღვრება. როდესაც გემის ზურგი ტყდება 00:21-ზე, გემის ცენტრიდან პატარა ცეცხლი ამოიჭრება. გემის ორივე მხრიდან დიდი რაოდენობით ნავთობი იღვრება და დაახლოებით 00:40-ზე იწვის. სქელი მძიმე კვამლი ცენტრალურ პლატფორმაზე ვრცელდება, რაც იძულებულს ხდის ნაომისადგომის პერსონალს თავშესაფრისკენ გაიქცეს. რადგან სახანძრო სისტემა კონტროლის ოთახში კონელის მიერ იმართება, ნაომისადგომის პერსონალს არ შეუძლია წყალსა და ქაფზე წვდომა, რათა ცეცხლი ჩააქრონ. რადიოთი ხმელეთზე მყოფი ეკიპაჟი ისმენს მოწოდებებს სამაშველო ნავებისა და სახანძრო ჰიდრანტების ჩართვის შესახებ. ისინი რეკავენ კონტროლის ოთახში, მაგრამ პასუხი არ არის. დისპეჩერი ჯონ კონოლი კონტროლის ოთახიდან გასულია. ზუსტად 00:45 საათამდე ცოტა ადრე, პირველ ნაბერძკლებიდან 15 წუთის შემდეგ, კონელი კონტროლის ოთახში დაბრუნებისას აინთებულ ცეცხლს ხედავს. ის დაუყოვნებლივ თავს სახანძრო დუმბოებს, რათა ნაომისადგომზე სახანძრო აღჭურვილობა ამუშავოს. ის ასევე ცდილობს დახუროს ავარიული ჩამკეტის სარქველები, რათა შეწყვიტოს ნავთობის მიწოდება გემიდან ნაომისადგომზე, მაგრამ გამორთვის ღილაკი არ მუშაობს. ის რეკავს Gulf Oil-ის ოპერაციების მენეჯერს, რათა საგანგებო მდგომარეობის შესახებ აცნობს. შემდეგ კი რადიოთი უკავშირდება სამაშველო ნავს, Don Marks, რათა ნაომისადგომზე ჩარჩენილი ადამიანები გადაარჩინოს. რადიო გადაცემას ახლო მდებარე ნავები, სნავი და Bill Bilbao ისმენენ, რომლებიც სწრაფად რეაგირებენ საგანგებო სიტუაციაზე. კონელი ასევე რეკავს ელექტროსადგურში მყოფ თუმბოს ოპერატორებს, რომ მივიდნენ ნაომისადგომთან და რაც შეუძლიათ დახმარება გაუწიონ. აღელვებისას მას ავიწყდება სირენის ჩართვა როგორც Gulf Oil-ის შენობაში, ასევე ნაომისადგომზე. ბანდრის პოლიციისგან ყოფილებაში ირლანდიელი პოლიციელები ანუ გარდები იღებენ საგანგებო შეტყობინებას და თავიანთი განყოფილებიდან ხედავენ ხანძარს. მორიგი ოფიცერი ცდილობს დაუკავშირდეს Gulf Oil-ის საკონტროლო ოთახს, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგან ხაზები დაკავებულია. 00:50-ზე პორტისა და სტარბორდის მუდმივ ბალასტის ავზებში რამდენიმე მცირე აფეთქება ხდება. დაბინძურების ოფიცერი ნავსადგურში რადიოთი თხოვს კონოლის, რომ სამაშველო ნავები რაც შეიძლება მალე მიაჩქაროს. კონოლი ამშვიდებს მას და ეუბნება, რომ სამაშველო ნავი უკვე გზაშია მათ ასაყვანად. ბითლჯუსის რამდენიმე ეკიპაჟის წევრი ჩქარობს ტრაპზე და გარბის დოლფინ 22-ისკენ ნავსადგურის აღმოსავლეთ ბოლოში, იმ იმედით რომ გადაარჩენენ. პილოტი ასევე უკავშირდება კონოლის და ეუბნება, რომ ის ტანკერის უკანა გემბანზეა, ეკიპაჟის 4 წევრთან ერთად და ისინი ზღვაში ხდებიან. პომპის ოპერატორი ხედავს ცეცხლს ბითლჯუსის შუაგულში, მაგრამ ნავსადგურზე ცეცხლი არ არის. ნავსადგურის ქვემოთ ცვალში ცეცხლია, მაგრამ ის ჯერ არ მისულა გადასასვლო ბილიკამდე ან დოლფინ 22-მდე. კონელი კიდევ რამდენიმე რადიოზარი აკეთებს. ის ურეკავს პოსტმაისტერს დამატებითი დახმარების გამოგზავნის თხოვნით და ასევე იძახებს მორიგე ბუქსირს Bantry Bay-ს დასახმარებლად. ბუქსირი Bantry Bay ბითლჯუსთან 20 წუთის სავალზეა და რადიო კონტაქტის შემდეგ დაუყოვნებლივ ნოვებს ადგილს.
დონმარკს მხოლოდ ნუმულ 41-ზე შეუძლია დატოვოს ასკონის ნავსადგური, რომელიც დოლფინ 22-ის ნავსადგურის პირდაპირ მდებარეობს და დაახლოებით 5 წუთის სავალზეა. 00:54-ზე ხანძარი ძლიერდება და ალი 60 მეტრზე მაღლა იწევს ცენტრის პლატფორმის თავზე. ხანძარი აღწევს ნაომის ადგომს ცენტრის პლატფორმის აღმოსავლეთით და გემს შუა ნაწილიდან კიჩომდე ფარავს. ალი წყლის ზედაპირზე ვრცელდება და კუნძულის ნაპირისკენ მიიწევს. დუნმარკი დოლფინ 22-ის ნაომის ადგომზე 00:58 საათზე ჩამოდეს, ხოლო სნავი 4 წუთის შემდეგ მიყვება, მაგრამ სამაშველო ნავი უკვე მეტისმეტად გვიან ჩამოდის. ის ვერ ახერხებს საკმარისად ახლოს მისვლას, რადგან ზეთი წყლის ზედაპირზე იწვის და ცეცხლისგან ძლიერი სიცხეა. ორივე ნავი უძლურიურია, რომ გადაარჩინოს ნაომის ადგომზე მომწყდეული ადამიანების სიცოცხლე. ბანტრიში გარდა მაათყობინებს მათ სუპერინტენდენტს, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედებს მსხვილი ავარიის გეგმას. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ოფიცერი გაფრთხილებულია და ბანტრის ქალაქის სახანძრო სირენა ჩაირთო. დუნმანვეისა და სკიბერინის ახლომდებარე ოლქების სახანძრო სამსახურებიც ასევე გაფრთხილებულნი არიან. 01:06 საათზე ბიტლჯუსიდან ხჭიალისა და ბზარის ხმა ისმის, რასაც მოჰყვა ცენტრალური ბალასტური აუზების ძლიერი აფეთქება. აფეთქების ძალამ ტანკერის კორპუსი გაჰყო და ნაომის ადგომზე მყოფი ადამიანები წყალში გადაყარა. ტანკერზე დარჩენილი ნავთობის ტვირთი ალდა და ცეცხლის ალმა 90 მეტრზე მაღლა აიწია. ტემპერატურა კი 1000 გრადუს ცელსიუს გადააჭარბა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ განადგურებული გემისა და ნავთობის კონსტრუქციის ნამსხვრევები 6 მილის დაშორებით მიელეს ველშიც კი აღმოჩნდა. გემიდან უზარმაზარი ნამსხვრევი დაახლოებით ავტომობილის ზომის, სულ ცოტა დაარტყამდა ნავთობსაცავი აუზების პარკში ერთ-ერთ ავს. აფეთქებების ხმა მთელ დასავლეთ ქორკში და 35 მილის დაშორებითაც კი ისმოდა. ბანტრის West Lodge-ის სასტუმროში მთავარი დარბაზის კვირა საღამოს ცეკვა იატაკის რხევამ შეაწყვეტინა. გარე ალიანათებს ზანთრის ხამეს ბანტრის თავზე. უიდის კუნძულზე მცხოვრები 14 ოჯახი ჩქარობს ნავებში ჩაჯდომას, რომ მატერიკზე გაიქცეს. ისინი ამბობენ, რომ ეს სცენა პომპეის გავდა, სადაც ალი 40 მეტრზე ადის ცაში და ნამსხვრევები ცვივა საქონლის სადგომებზე, ხოლო სოფელი ისია განათებული თითქოს შუადღეა. გალფის ნავთობის მუშები ცდილობენ დახმარებას, მაგრამ სახანძრო მანქანა არ იქოქება. მათ მსგავსი პრობლემები აქვთ სახანძრო ჰიდრანტებთან და სახანძრო შლანგებთან, ასევე არ აქვთ სასუნთქი აპარატურა ან დამცავი ტანსაცმელი. ბუქსირი ბანტრი ბეი ნაომის ადგომთან 01:10-ზე მიდის. კაპიტანი ცდილობს ბიტლჯუსი ნაომის ადგომიდან დაიყვანოს, მაგრამ ნაომის ადგომზე სწრაფი გათავისუფლების მექანიზმი გაჭედილია და აუზის გათავისუფლება ვერ ხერხდება. ბანტრის, სკიბერილის და დანმანუეის სახანძრო ბრიგადები ახლომდებარე ოლქიდან პატარა ბორანებით კუნძულზე გადადიან. ბანტრის სახანძრო ბრიგადა აღმოაჩენს, რომ 2 Land Rover-ი და ტერმინალის სახანძრო მანქანა არ იქოქება. შემდეგ ასკონის ნავსადგურიდან ნავთობსაცავი აუზების პარკამდე სახანძრო აღჭურვილობის მომტანი სადვერთო მანქანა ფუჭდება. მეხანძრეები ვერ უახლოვდებიან დამწვარ ხომალდს. ბეტონის ნაომის ადგომის ზღვაში ინგრევა. მეხანძრეები და Gulf Oil Terminal-ის თანამშრომლები გადაწყვეტენ ძალისხმევა მიმართონ ცეცხლის სარეზერვუარო პარკზე გავრცელების აღკვეთასა და ნავთობის დაღურის შეკავებაზე. აფეთქებიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ დაახლოებით 13 საათზე ბიტლჯუსი თავის ნაომის ადგომთან 30 მეტრის სიღრმის წყალში იძირება, ხოლო მისი ცხვირი წყლის ზედაპირზე ამოწეული რჩება. ეს ძირითადი ცეცხლის ჩაქრობას იწვევს და მეხანძრეები კვირა საღამოს დაახლოებით 20 საათზე ბოლო ალსაც აკრობენ. მაშველები ვერ უახლოვდებიან ნანგრევებს, რადგან ხომალდს გარშემო შხამიანი აალებადი გაზის ვრუბელი აკრავს, რომელიც ყოველგვარი გაფრთხი გართე შეძლების გარეშე შეიძლება აინთოს. სასიკვდილო ვრუბლის გაფანტვას 2 კვირა სჭირდება, სანამ ისინი ნანგრევებიდან ცხედრების ამოღებას და დარჩენილი ნავთობის ამოდუმვას დაიწყებენ. სულ 51 ადამიანი დაიღუპა. ბიტლჯუსის 41 ეკიპაჟის წევრი, ბეიკერის ცოლი, ირლანდიელი პილოტი, ტვირთის ინსპექტორი, Gulf Oil-ის 6 ნავსადგურის მუშაკი და ჰოლანდიელი მღვინთავი, რომელიც სამაშველო ოპერაციების დროს დაიღუპა. 51 დაღუპულიდან მხოლოდ 27 ცხედარი იქნა აღმოჩენილი. ნაპოვნი ცხედრები დაკრძალულია სენტ-ფინბარის ეკლესიის სასაფლაოზე, რომელიც ბანტრის ნავსადგურს გადაჰყურებს. ჰოლანდიურმა სამაშველო კომპანიამ, Al Smith-მა და კომპანიამ Betelgeuse 4 ნაწილად ამოიყვანა. ცხვირი ღია წყლებში, ნაპირიდან 100 მილის დაშორებით გაიყვანეს და ჩაძირეს. ამან თევზაობის თემის პროტესტი გამოიწვია, ამიტომ 2 ნაწილი ესპანეთში წაიღეს გასანადგურებლად. ბოლო ნაწილი ადგილობრივად დაშალეს, მაგრამ მხოლოდ 1980 წლის ივლისში გაიტანეს.
ადგილობრივი თევზაობის ადგილები ძლიერ დაბინძურდა და გაწმენდითი სამუშაოები მხოლოდ 1993 წელს დასრულდა. სამაშველო, გაწმენდითი სამუშაოებისა და კომპენსაციის საერთო ღირებულებამ დაახლოებით 120 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის კომპენსაცია, რომელიც გემის მფლობელმა Total-მა გადაუხადა Gulf Oil-ს. ხარჯების უმეტესობა სადაზღვევო კომპანიებმა დაფარეს, ხოლო სარჩელები და საპასუხო სარჩელები სასამართლოს გარეთ მოგვარდა. ირლანდიის მთავრობამ დანიშნა ტრიბუნალი, რომ მომაც 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოიძია ეს შემთხვევა და 480 გვერდიანი ანგარიში მოამზადა. ანგარიში დასახელებულია 3 ფაქტორი, რომლებმაც ხელი შეუწყო შემთხვევას: 11 წლის Beetlejuice-ის ცუდი მდგომარეობა, არასწორი განდვირთვის თანმიმდევრობა და ბალასტირება. ამ ყველაფერს ემატებოდა ეკიპაჟის არასაკმარისი მომზადება და ბოლოს არასაკმარისი და ცუდად მოვლილი ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სისტემები, როგორც ხომალდზე, ასევე ნაომისადგომზე. ტრიბუნალი ასევე აკრიტიკებდა მთავრობას იმის გამო, რომ მან ვერ უზრუნველყო შესაბამისი რეგულაციების შემოღება, რათა უსაფრთხოებისა და საგანგებო პროცედურები სათანადოდ შესრულებულიყო. Gulf Oil-მა Woody Island-ის ტერმინალი აღარასოდეს გახსნა და 1985 წელს ჩატარებულმა მიზანშეწონილობის კვლევამ აჩვენა, რომ მას აღარ ჰქონდა პოტენციური გამოყენება საერთაშორისო ნავთობის ვაჭრობაში. მომდევნო წელს Gulf Oil-მა ტერიტორიის იჯარა ირლანდიის მთავრობას გადასცა. შეზღუდული განახლების შემდეგ ირლანდიის მთავრობამ ტერმინალი გამოიყენა თავისი სტრატეგიული ნავთობის რეზერვის შესანახად.